ქართულ ოსებამ გადალახა ყველა ზღვარს და ეს სანქციაც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან კიდე უფრო მძიმე საკითხი იხილება დღეს ევროკავშირში, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ დღემდე არ არის მოხსნილი ყურების სპორტის დასანქციების საკითხი და ეს თავისთავად იქნება წარმოუდგენელი რამ, ვინაიდან ვიცით, რომ ყურების სპორტი არის აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრება, ეს არის სოკარის საკუთრება. აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების ექსპორტის უდიდესი ნაწილი, თითქმის 100% გადის ყურებიდან. ისევე როგორც ნავთობის დიდი ნაწილი ბაქო თბილისი ჯეიხანით ნედლი ნავთობი, ასევე საქართველოს გავლით გადის უკვე და მიეწოდება მსოფლიო ბაზარს. ამიტომ ეს სანქციები უნდა განვიხილოთ უკვე კომპლექსურად. იმედი ეს არის რეზონანსული და უკვე მომხდარი ფაქტი, თუმცა ვიცოდით რომ ეს ასე მოხდებოდა და არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული თავად ბრიტანეთის პარლამენტში, ისევე როგორც ვიცით რომ 2 თვის წინ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი ამბობდა რომ დროის საკითხია იმედის დასანქცირება, როგორც რუსული რეჟიმის ხარდამჭერისა, ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი ასე ვთქვათ ფორპოსტისა ქართული ოცნებისა და გაექცა ამ სანქციებს რუხაძე. იცოდა. დღეს უკვე ცხადი გახდა პოსტივის გადაფორმების ამბავიც, როცა დღეს შევიტყეთ, უკვე ცხადი გახდა, თავიდანვე თუმცა ცხადი იყო, რომ ირაკლი რუხაძე რაღაცას გაექცა. გაექცა, მაგრამ იმედს გაექცა, მაგრამ ივანიშვილს ვერ გაექცა, იმიტომ რომ ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია და ერთია რაღაც დროებით ასე ვთქვათ არიდო თავის სანქციებს, მაგრამ მეორე თუნდაც იგივე 100% ცემენტის წარმოებისა ივანიშვილთან ერთად რუხაძეს ეკუთვნის და ეს სანქციები ამით არ გაჩერდება, მაგრამ ისე ვამბობ უდიდესი ასე ვთქვათ განგაშის სიგნალი იყო ხელისუფლებისათვის. ერთი კომენტარი არ გაკეთებულა. აი ამ წუთას უკვე გაზეთების ბათუმელებმა გამოაქვეყნა, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა 300-მდე პირი, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირი და მათ შორის ის გემი რომელმაც ყულებში შემოიტანა რუსული ნავთობი. ეს სულ ბოლო ამბავია ყულებში სული გემის დასანქცირება. დიახ, ეს არის დღევანდელი სულ ბოლო ამბავი. მაშინ იმ მომენტში ეს გემი არ იყო სანქციების ქვეშ, მაშინ რუსნეფტის ნავთობი შემოიტანა ყულებში და მაშინაც არც რუსნეფტი იყო დასანქცირებული, დღეს რუსნეფტის დასანქცირებულია, როსნეფტი სხვა არის, რუსნეფტი სხვა არის და ეს გემის დასანქცირებულია და ფაქტობრივად უკვე აგერ ევროკავშირის წარმომადგენლობაში და ამბობენ, რომ არავითარი დიდი გამოძიება არ არის საჭირო, რომ მარტო სტატისტიკას ჩახედეთ, საოცრება ხდება ქვეყანა, ანუ საქართველო, რომელსაც არ აქვს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რუსული ქარხანა იქ შენდება ყულებში. თავრობის მონაწილეობით 8 მილიონი დოლარი ჩადო, ვინაიდან მაგათ ფულიც კი არ აქვს, რუსული ფული შენდება. ეს არის 59 მილიონი სესხი დადებული ასე ვთქვათ ქართულს მიერ, ყაზახური ბანკისა და ჩინური ბანკის, ბაზის ბანკის მიერ და ეს ფულიც არ ეყოთ ქარხანა რაღაცა ჭირკედელაობენ მთავრობამ 8 ჯერ 3 მილიონი, ახლა 5 მილიონი მისცა არარსებულმა ნავთობ გადამამუშავებელმა ქარხანამ გაიტანა 60 მილიონი დოლარის ღირებულების უკვე პროდუქტი, წარმოგიდგენიათ, თვითონ ნედლი ნავთობი შემოვიდა, გადაამუშავა, რა გადაამუშავა და 60 მილიონი გაიტანა ნოემბერ-დეკემბერში და ახლა უკვე იანვრის სტატისტიკა გამოქვეყნდა საოცრება ვიხილეთ. ამ გემის დასანქცირება უკვე ნიშნავს, რომ განიხილებიან როგორც რუსეთის მთავარი ერთ-ერთი პარტნიორი ქართული ოცნება. რა თქმა უნდა და ახლა 58 მილიონის ნავთობპროდუქტი აწარმოა არარსებულმა ქარხანამ, ანუ რომ ავიღოთ ორივე ერთად აღებული ნოემბერ-დეკემბერ იანვრის თვეში სტატისტიკის ოფიციალური ინფორმაციით 120 მილიონი დოლარის, 300 მილიონი ლარის პროდუქცია აწარმოა ქვეყანამ. თუ 300 მილიონი ლარის პროდუქციას ქმნი, აქ 25%, 30% ხელფასი უნდა იყოს. მაშინ მუშებს 90 მილიონი ლარის ხელფასი უნდა მიეღოთ. რიცი ხელფასი მედით ყულებში 2 მუშა თუ რაღაცა ჭირკედელაობს. და ბიუჯეტში მარტო საშემოსავლო გადასახადი 20 მილიონი უნდა შესულიყო. სინამდვილეში ხდება რომ შემოდის რუსული ნავთობი, ან მართლა ნავთობია თუ არა, ღმერთმა იცის, გაფორმებულია ნედლ ნავთობად საბაჟოზე, მერე ვითომ ქარხანამ მზა პროდუქტი გამოუშვა, თანაც როგორი მზა პროდუქტი, უმაღლესი ხარისხის კამკამა, ასე ვთქვათ, ბენზინი და დიზელსაწვავი, რომელიც იყიდება მალტაში იანვარში, 10 სავაჭრო პარტნიორიდან მალტა არის ათეულში. ანუ სუფთა ბენზინი და სუფთა დიზელის საწვავი იყიდება მალტაში, გიბრალტარში, ემირატებში,
ეს ნოემბერ-დეკემბერში. ეხლაც იგივე გრძელდება. ერთი კომენტარი არ გაკეთებულა. არ მომუშავე ქარხნიდან ერთი კომენტარი მთავრობის მხრიდან ნატომ არ ამბობენ რომ როგორ შემოდის რუსეთიდან რაღაცა და როგორ გადის ისეთი რამ რომლის წარმოება არ შეგვიძლია. ეს არის უდიდესი ნაღმი, ყულევი, რომელიც ყველა შემთხვევაში სავარაუდოდ აუფეთქდება ივანიშვილს. ძალიან რა თქმა უნდა ეს არის უმძიმესი რაღაცა აქ სოკარის არის გარეული ეს პორტი ეკუთვნის სოკარს. ეს ნავთობი რომელიც შემოდის ნედლ ნავთობად გაფორმებული მართლა ნედლ ნავთობი თუ არის ასხამენ ყულევის რეზერვუარებში და მას ამ ტერმინალს უზარმაზარი საშუალებები და შემდეგ რუსული ნავთობი რჩება იქ როგორც ნავთობი და გადამუშავებული აზერბაიჯანული საწვავი გადის უკვე ევროპაში სუფთა საწვავი ან მეორე ვარიანტია შემოდის რუსული ნავთობი კი არა უკვე შემოდის რუსული უკვე მზა პროდუქცია ფორმდება როგორც ნედლი ნავთობი რომლის გადამუშავება თბური გადამუშავება ჩვენ არ შეგვიძლია და შერევაც კი არ შეგვიძლია ვინაიდან შერევა სჭირდება 1.3 100 მილიონი ტონა რომ შემოიტანო 100,000 ტონა რომ შემოიტანო ორი იმდენი უნდა დაუმატო რომ რაღაც ხარისხიანი ეს მიიღო ამას შერევა ქვია რომელსაც აქ ვერ აწარმოებენ. ანუ ბატონო რომან მთელი დღე ჩვენ საუბრობდით პროპაგანდისტული მედია საშუალებების დასანქცირებაზე და დღის ბოლოს უკვე წამოგვეწია ანგემის დასანქცია. და ამავდროულად ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადება და არ მოხსნილა ეს საკითხი და იმიტომ არ მოხსნილა რომ თუ კი ყულევი გადარჩა და თუ არ გადარჩა ეს ისევ ამბობ წარმოუდგენელი დარტყმა ქვეყნისთვის საქართველოსთვის ვინაიდან ეს არის ქართული იურისდიქცია ოღონდ აზერბაიჯანული სახელმწიფო საწარმოს მიერ ოპერირებადი პორტი ისევე როგორც ქართული იურისდიქციის მქონე ქარხანა ოღონდ რუსული ფული და რუსებთან დაკავშირებული ანუ ქვეყნის რეპუტაციას ხომ ზიანი ადგება აზერბაიჯანი ხომ უმძიმეს დარტყმას მიიღებს მით უმეტეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსული იყო და აზერბაიჯანს სომხეთის ეს უზარმაზარი აი ეს მინდოდა მეკითხა პლუს აზერბაიჯანისთვის რას ნიშნავს და თუ გადარჩა და როგორც ჩანს გადარჩა ვინაიდან მარტო ორბანის ვეტოში არ არის აქ საქმე აქ უკვე იტალია ჩაერთო შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს რომ ბაქო-თბილისი ერზერუმიდან იტალიაში გაზი შედის აზერბაიჯანთან ასე თქვათ კარგ ურთიერთობებს აწყობს ამავდროულად აზერბაიჯანმა გაზი ჩვენი ტერიტორიის გავლით სხვაშორის ჩვენი მილი დაუთმეთ უზარმაზარია და ჩვენ გახრეტელ ასე თქვა საბჭოთა ელჩი გადაგვაგდეს მაგრამ გერმანია და ავსტრიაშიც დაიწყო მიწოდება და ამიტომ აზერბაიჯანის დასანქცირება იქნებოდა პოლიტიკურად ძალიან გაუგებარი და მით უმეტეს რა დიდი იმედებს ამყარებს აზერბაიჯანულაი ამ გეოპოლიტიკურ პროექტზე თავად ტრამპი ამიტომ იტალიაში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი რომელიც თქვენს ახსენეთ ამიტომ შეიძლება იტალია ამ შემთხვევაში ამავე დროს ტრამპის ადმინისტრაციის გარკვეულ დავალებასაც ასრულებს და როგორც ჩანს გადარჩება მაგრამ აი ხომ ხედავთ რომ გვეგონა რომ ყულევი გადარჩა და ამ დროს აი ეგრე წამოგვეწია ის გემი რომელიც ყულევში იყო 6 და 7 ოქტომბერს 6 და 7 ოქტომბერს 120,000 ტონა ვითომ ნედლი ნავთობი ჩამოტვირთა და ნოემბრის თვეში ამას ამდენი წარმოება უნდა და კვამლით უნდა იხჭობოდეს დასავლეთ საქართველოს იქ რომ გამოხდა ხდებოდეს და უცბად უკვე გაიტანა 60 მილიონი დოლარის ღირებულების ასე თქვა ნავთობი. ანუ და ახლა რომ დაუბრუნდათ ბრიტანულ სანქციებს. ანუ მოდით იცით რაგან მიმარტეთ ბატონო რომან რას ნიშნავს თავისთავად ეს ბრიტანული სანქციები? იმიტომ რომ ცდილობენ რომ გააბაიბურონ, ცდილობენ რომ თქვან ფასი არ აქვს ამ სანქციებს, მაგრამ სინამდვილეში რამდენად მძიმეა დიდი ბრიტანეთის სანქციები იმედისთვის და პოზიტივისთვის და თავისთავად უკვე ვინაიდან ბრიტანეთმა დაასანქცირა ყველაზე ადვილი გასაკეთებელი ეს არის ვინაიდან ერთი სახელმწიფოა ამერიკასაც ძალიან გაუადვილდებოდა და ჩვენ დავინახეთ ბაიდენის ადმინისტრაციამ რა უყო ასე ვთქვათ ივანიშვილს და ჯერ პერსონალური სანქციები დაუწესა მის ოჯახს არ შეეხო ბიზნესს არ შეეხო მაგრამ დღეს რომ არა ტრამპის ადმინისტრაციის ასე ვთქვათ მოდით ასე ვთქვათ რბილად შევაფასოთ დაკავებულობა და სხვა პრობლემებით არის დაკავებული აქეთ სანქციების ტარიფები იქით კანადა იქით პანამა აქეთ გრენლანდია და აქეთ ირანი და მოკლედ არცალია საქართველოსთვის სწორედ დიდი ხანია უკვე აი ამ ამერიკული სანქციები უნდა გავცერებული იყოს სხვა მიმართულებითაც მათ შორის იგივე იმედის წინააღმდეგ მაგრამ ევროკავშირში უფრო რთულია ვინაიდან იქ ვეტოს პრინციპი მოქმედებს და ერთ ქვეყანაში უნდა დაბლოკოს მაგრამ ვინაიდან ეს გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმა ადვილდება ევროკავშირის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აი ამ სასანქციო პოლიტიკის გაცოცხლება ეს მეორეს უნდა გაიხსნა დასავლეთ სანქციებზე და მით უმეტეს ამერიკის წინააღმდეგ. დიახ, და მით უმეტეს ამ ერთ წელიწადში, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ წელიწადნახევრის წინ რაც ივანიშვილი დაასანქცირა, ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში და კატასტროფული კანონები მიიღეს, ისეთი კანონები, რომელიც არ არსებობს არც უკრაინაში, არც ბელარუსში, არც თურქმენეთში.
ეს არნიშნავს, რომ თურქმენეთი იგივენაირად არ რეაგირებს, თუნდაც იგივე ტროტუარზე გამოსვლაზე, მაგრამ იქ კანონით არ არის. რუსეთშიაც კი არ არსებობს ისეთი კანონები, რა კანონებიც მივიღეთ განსაკუთრებით იგი არასამთავრობო სექტორთან და თუნდაც ბიზნესთან დაკავშირებული, ახლა რომ ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობა რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი ხდება. ამიტომ იმდენი რამ ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ უკვე დანაშაული, რომ უკვე მომწიფდა ეს სანქციები. ასე რომ ეს სანქციები გზას უხსნის სხვა, ასე ვთქვათ, მძიმე რეაგირებას ქართული ოცნებისადმი. ამიტომ კი ბატონო, გასაგებია და თვითონაც გადასარევად იციან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სავარაუდოდ მათ წინასწარაც იცოდნენ და რაღაცნაირი პრევენცია მოახდინეს ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი რუხაძე რომ გაიწია და იქვე მივაყოლებდი ხურდაში ვიქტორ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასაც. რას ნიშნავს იმედის დასანქცირება? მე წეგან წავიკითხე Facebook-ზე, თქვენ რომ დაწერეთ მოკლედ თქვენი სტატუსი, ანუ ვერ მიიზიდავენ რეკლამას, გაუჭირდება სუბსიდირება, ხელფასების გაცემის პრობლემა. აქ ყველაზე საინტერესო ერთი არის აი ეს ტრასტის თემა, ანუ გადარიცხვა, რამე მოვლითი გზა, არის ასეთი რეალობა, დიდი სარეკლამო დამკვეთების ბედი და თავისთავად აი ამ ორი ტელეკომპანიის ბედი. მე მაინც იმედს გამოვყოფდი, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მთავარ არტერიას ოცნებისთვის. იმედსაც ახსენებთ და პოზიტივის ხურდაში მიყოლებული რაღაცა იმას საძაგლობას, ნუ დაგვაუწყდება რომ იმედის უმცროსი ძმა კი არა, უფროსი თანატოლად გადაიქცა რუსთავი 2. რუსთავი 2-ის რიგიც არის, მაგრამ არ არის სამსი. არ არის, იმიტომ რომ პატარა სივრცე დატოვეს, ასე უკან დასახების სივრცე და თითი დაუქნიეს და იქნებ გონზე მოხვიდეთ და ახლობით ეს სიგნალები იყო, ვინაიდან რუსთავი 2 ნიმეც აქვს 500 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი. ვალია 500 მილიონი ლარის და იმიტომ გაიყიდა 1000 ლარად. აი არ უნდა იყო ადამიანი გონიერი, რომელიმე გონი ბრიყვის გარდა ვინ იჩუქებს ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვს 500 მილიონი დავალიანობა და რომელიც ორ კვირაში სანქციების ქვეშ აღმოჩნდა და იმ ადამიანმა, ვისაც შეტანეს ეს უკაცრავად სხვანაირად აკიდეს ეს, უკვე აგერ დაიღუპა თავისი თავი და თავისი ბიზნესიც ალბათ სამომავლოდ გაინადგურა. იგივე რუსთავი 2 ფინანსდება ჭიათურაში და იმაში რა ქვია ზესტაფონში მოპარული აი ამ ჯორჯიან მანგანეზით მუშებისთვის მოპარული ფულით ეს ფული მიდის ოფშორიდან ბრუნდება უკან და შემდეგ დაახლოებით 200 მილიონამდე ვალი აქვს 2024 წლის მდგომარეობით. ამიტომ ეს მხოლოდ იმედის თემა არ არის. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არ არის დოლარის სანქცია. ამერიკული სანქცია გაცილებით მძიმეა, ვინაიდან ყველა ტრანზაქციას აჩერებს, მაგრამ ამავე დროს ბრიტანეთის სანქციაც არის უმძიმესი. უმძიმესი რატომ? ჯერ ერთი ავიღოთ TBC ბანკი და საქართველოს ბანკი. 80% საბანკო სისტემისა ეს ორი ბანკია. ლონდონის ბირჟაზე ერთია ის რომ ლონდონის ბირჟაზე ოპერირებს, ასე ვთქვათ, ლისტინგში არის აი ამ სიაში და იქ ვაჭრობს, მაგრამ მეორე ის რომ ლონდონის TBC და საქართველოს ბანკი დაფუძნებულია, ეს არის ჰოლდინგი, რომელიც ბრიტანული იურიდიული პირის მიერ არის დაფუძნებული. ანუ რეალურად ბრიტანული კომპანიის შვილობილი კომპანია ადგილობრივი საქართველოს ბანკი და ადგილობრივი TBC ბანკი. ყოველნაირი ურთიერთობა, სარეკლამო, ალბათ ანგარიშებიც და ხელფასებით TBC ბანკში ეძლევა. სულ მალე ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველოს ბანკი და TBC ბანკი გააკეთებს განცხადებას, რომ თუ კი რამე ანგარიშები აქვს. უცხოური ანგარიშები დოლარში, ევროში, ფუნტში და ასე შემდეგ ეს ანგარიშები გაიყინება. აი წეგან ლიბერთი ბანკიზე საუბრობდა, არქივიდან ამოიღეს პირველებმა უჩვენა მაყურებელს, როცა რადიო თავისუფლებას მისცა ინტერვიუ ირაკლი რუხაძემ და ისიც საუბრობდა, რომ ძალიან მძიმეა ეს სანქციები თუ კი დაედება, ანუ ლიბერთის შემთხვევაში ზოგადად ის ამბობდა საკუთარ თავზე. ხო, საკუთარ თავზე. თუ ის დასანქცირდებოდა, ავტომატურად ის რუსეთის მეტალურგიული ქარხანა სანქცირდება. ბიძინა ივანიშვილის ცემენტი სანქცირდება. ლიბერთი ბანკი თავის ჰოლანდიელებთან, ის ჰოლანდიელები არიან გაიძვერები, რომელსაც არ ვახსენებ ჩვენ. ჰოლანდიელები, რომლებიც არიან რუხაძესთან ერთად იმაში ლიბერთი ბანკში, იმედის დამფუძნებლები არიან. ერთი კომპანიით მონაწილეობენ და არასდროს ისინი არ ყოფილან, ასე ვთქვათ, შავსიაში და დაღდასმული უნდა დადიოდეს მთელი, ასე ვთქვათ, ევროპის მასშტაბით ეს ჰოლანდიელი ინვესტორები, ვინც რუხაძესთან ერთად არის. ისევე როგორც მეტალურგიული ქარხანა, სადაც იმის გამო რომ საკუთარი უხარისხო არმატურა გაყიდოს, რუხაძემ $420
დოლარი დაადო ირანულ არმატურას და 25%-იანი ბაჟი დაადო მოსაკრებელი შარშან. ანუ აქ როდესაც თქვენ ამბობთ, ის არის მისი პერსონალური სანქციების, ასე ვთქვათ, საფრთხე. ეს გაექცა ამ საფრთხეს, მაგრამ იმედის მას გაურთულდება ნებისმიერი ტრანზაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ფუნტებში ის ვერ განახორციელებს საკორესპონდო ანგარიშები, გადარიცხვები, ამერიკულ შემოვლითი გზითაც პრობლემა ხდება? თუ არის ასეთი შანსი, რომ შემოვლითი? რა არის შემოვლითი? ეს უკვე არასრულყოფილი კომპანია. ადრე თუ გიან იმედი დაიხურება. ვინაიდან ეს სანქციები გაგრძელდება, იმედს ამ რეჟიმში არსებობა არ შეუძლია, ვინაიდან იმედს ვინ აფინანსებდა. რეკლამა იყო მიზერული, ხელფასებსაც არ ყოფნიდა, აფინანსებდა ივანიშვილი. 500 მილიონი და რუხაძე ოღონდ მისი ფულით არა ნაწილობრივ მისი ფული, მაგრამ ღიად ივანიშვილი ოფიციალურად ქართულ აძლევდა სესს, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები აძლევდნენ სესს, ოღონდ არ დაბრუნების, ასე ვთქვათ, გარანტიით უნდა დასანქცირდეს. ეხლა პირდაპირ ვამბობ, რუსთავი 2-ის და იმედის, ასე ვთქვათ, აუდიტის ჩამტარებელი კომპანია, ქართული სააუდიტორო კომპანიები, რომლებიც აკეთებენ წლიურ ანგარიშს და წლიურ დასკვნას. ძალიან რბილად ამბობდნენ, 500 მილიონი კონდეს ზარალი. იმედის მთელი ქონება არის 25 მილიონი ლარი ბოლო აუდიტორული შემოწმებით. თავად აუდიტორული კომპანია ამბობს, რომ მისი აქტივები არის 25 მილიონი ლარი და მისი ვალი არის 500 მილიონი. გაკოტრებული კომპანია. და რატომ არ ამბობ, რომ ამ კომპანიას არსებობა არ შეუძლია? ეს კიდე სხვა საკითხია. ანუ იმედი მაგალითად სატელიტზე, კი, აზერბაიჯანული სატელიტით გადის და თურქულით. ფული ხომ უნდა გადაურიცხოს. შემოვლითი გზა რა არის? ავიღოთ რუსული მაგალითი, ავიღოთ ირანული მაგალითი. რუსეთს საკუთარი შიდა ანგარიშწორების სისტემა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა კომპანია თითქმის Russia Today-ის გარდა პირველი არხი მეორე ყველა დასანქცირებულია, ის ასევე რუსული დასანქცირებული კომპანიებიდან, რომელსაც არ ადარდებთ უკვე დამატების აქციას ხომ არ დაუწესებენ, ის მათ მიაქვთ რეკლამა, ბიუჯეტიდან ფული შედის, რუსული რუბლებით არსებობენ, რუსული მირი აქვთ ბარათი და თანამშრომლებს ეს ბარათები აქვს. ირანშიც იგივე სისტემაა, ირანსაც შიდა ანგარიშწორების სისტემა აქვს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ირანიდან რაღაცა ვწყვეტლობთ, ჩემბოდნებით დაათრევენ ფულს. სვიფტიდან გათიშულია. ანუ შემოვლითი გზებით ირანი და ორ ტიპი მაგარიც გეუბნებით და რუსული ტელეკომპანიები არსებობენ, მაგრამ საქართველოში სალარი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. საქართველოში ყველა, მათ შორის მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე და დაახლოებით 9 მილიონი სოციალურად დაუცველი შემწეობას ღებულობს და პენსიას ღებულობს ვიზა ან მასტერკარდის ბარათით. ამერიკული, ასე ვთქვათ, ანგარიშწორების სისტემის ნაწილი ვართ ჩვენ. კი, ამ ეტაპზე ვიზა და მასტერკარდს არ შეეხება უშუალოდ, ვინაიდან ეს დოლარის ოპერაციებია და შესაძლებელია ლარში გადარიცხვები. ხო, ხელფასები შესაძლებელია თანამშრომლებმა მიიღონ, ოღონდ იმედი ვერ გადაურიცხავს მაგალითად TBC ბანკს. და TBC ბანკს როგორ აკეთებს ან თქვენთან ასია და ყველა სამსახურებში ასია, რომ გემსახურება TBC-ან საქართველოს ბანკი აგზავნით სიას 500 კაცი აქვს დასაქმებული, ურიცხავს ფულს იმედი მაგალითად TBC ბანკს და შემდეგ ის ანაწილებს, ასე ვთქვათ, თანამშრომლებზე. იმედი ვერ გადარიცხავს TBC ბანკში და საქართველოს ბანკში. ლიბერტიში გადარიცხავს, ქართულში გადარიცხავს. ძალიან სერიოზულად დაფიქრდება ბიძინა ივანიშვილი. ჩინური ბანკები? აი სწორი, ძალიან სწორი შეკითხვა არის. რატომ ასე ვთქვათ, იკლავდა თავს მთავრობა და ეროვნული ბანკი, რომ როგორმე ჩინეთთან აი ეს სისტემა მოსალოდნელი სანქციებისთვის სამზადის იყო ეგ მათი მხრიდან. როგორც რუხაძე გაექცა მოღონ დროებით, ასევე ეროვნული ბანკი გზნობდა, რომ ჩინეთში ანგარიშწორების ხაზის გახსნა იქნებოდა პირველ რიგში ივანიშვილის ფულის გადარჩენის ინსტრუმენტის შექმნა. ჩინეთში რეზერვების განთავსება არის აბსურდი. დაბალშემოსავლიანია, მინუსებში შეიძლება გახვიდე. მხოლოდ ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ყიდვა შეგიძლია და ჩინეთის 200 მილიარდია სოფლიო რეზერვების 2%-ია ჩინეთში განთავსებული და აქედან დაახლოებით 60% მოდის რუსეთზე, ირანზე, ვენესუელაზე, ჩრდილოეთ კორეაზე, კუბაზე. ანუ ჩინური ანგარიშწორება და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განთავსების, ასე ვთქვათ, მთავარი მონაწილეები არიან SWIFT-დან გაგდებულები. ჩინური რეზერვების თემა SWIFT-დან გაგდებულთა კლუბში გაწევრიანებას ნიშნავს და მიუხედავად აი ამ რეპუტაციული და ფინანსური ზიანისა,
რომ რეზერვებს იქ შევინახავთ, დაუშვათ ჩვენი 6 მილიარდი რეზერვიდან 9 მილიარდი შეინახა ჩინეთში. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბანკის მთელ ფულს აქტივებს დააკონვერტირებს ეროვნული ბანკი და ივანიშვილის ქართულ თავისი რესურსებით გაიქცევა ჩინეთში. ეს ნიშნავს, რაღაც ანგარიშწორების არხის გაჭრას ჩინეთში ოღონდ არც ერთი სერიოზული ჩინური ბანკი არათუ სანქცირებული იმედთან, არამედ რუსულ უზარმაზარ, ასე ვთქვათ, მომგებიან სტრუქტურებთან არ იჭერს საქმეს. მეორე ხარისხოვანი და მეხუთე ხარისხოვანი ჩინური ბანკები რაღაცებს ხო, ნუ მეორე ხარისხოვანი და მეხუთე ხარისხოვანი შეიძლება როგორც გამოსავალი ისე ჩინეთი დღეს არ არის მზად იმისათვის ტექნიკურად და არც იმედი რატო და გადარჩინოს ჩინეთმა. მაშველი რგოლი რატო უნდა არა იმედი იმდენად რამდენადაც თუ აქ პოლიტიკური ინტერესი შემოდის ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის თავარი არტერია ქართული ოცნების ხო თავარი არც რუსთავი 2-ია მაგდონის დასაყრდენი რას გულისხმობ გავლენებით რუსთავი 2-ის ყურებადობა ვერც კი მივა იმედის ყურებადობასთან შესაბამისად ეს არის მართლა მთავარი არტერია რუსული არხი დარჩა ერთადერთი დარჩა იგი აზერბაიჯანულ სატელევიზიო მომსახურება რუსული ფულით, იმიტომ რუსული არასანქციონირებული რუსეთში არის 300 ბანკი. სანქციონირებულია 30. 270 არასანქციონირებულია. ჯერჯერობით რუბლის არხები რჩება, მაგრამ იმდენად გაეხლართებიან გვერდისავლაში, ხელფასები გასცენ, სატელიტი გადაიხადონ, რეკლამას ვერ მიიღებენ მთავარი შემკვეთებისაგან. ბრიტანული კომპანიები ფულს ვერ მოიტანენ. და სასტუმროები ან რაღაც კომპანიები ურთიერთობას არ დაიჭერენ და რასთავარი ესე ვიმეორებ TBC ბანკი და საქართველოს ბანკის აქციონერებისთვის იმედი დღემდე ტოქსიკური იყო დღეს ოფიციალურად ასე თქვა ტოქსიკური ორგანიზაცია იქ დასაქმებული ადამიანებიც უკვე რისკის ქვეშ არიან ასე რომ იმედი უკვე ნელ-ნელა ჩვენ დავინახავთ რომ გადავამილევად რეჟიმში და ეს იქნება უკვე ძალიან დიდი საფრთხე რუსთავი 2-სა და უკვე სხვა ბიზნესებისათვის არამედია ბიზნესებისათვის რომელთა ასე ვთქვათ გაფრთხილება წამოვიდა ამ შემთხვევაში იმედიდან მოღონ ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი. დიდი მადლობა. ანუ დომინოს პრინციპი წავა გამომდინარე იქიდან რომ პირველად ხდება ქვეყნის ისტორიაში რომ ჩვენ გვიწევს საუბარი უმძიმეს ბრიტანულ სანქციებზე ორი სამთავრობო არხის წინააღმდეგ და თქვენ ვარაუდობთ რომ ეს გაგრძელდება რაღაც ჯაჭვური რეაქცია. მადლობა დიდი ბატონო რომან. მადლობა როგორც ჩანს მძიმე სანქციები წინ აქვს ივანიშვილს და მის პარტიას ხო? სანქციები და მძიმე ბედი და ცხოვრება.